გოგოებო, არ ვიცოდი რომ ასეთი მაგარი ტანსაცმლის მაღაზიები გქონდათ აქ. მაგარი ჩვენსაზე უკეთესია. ხო, თან არც ვიცოდი რომ ასეთ მაგარ რაღაცებს ვიყიდდი. და საშიშია, აქ მოლარეებს მოსწონხარ, დაცვას მოსწონხარ, ისეთი მიუჩვეველია. მიეჩვია მერი. ნახე, ჩვენი ბიჭები გველოდებიან. ჩემი შეყვარებული ყველაზე ლამაზია. არა, ბოდიში მეგობარო, მაგრამ ჩემი ჯობია. კარგი, რაზე გამოთქვით, ყველანი ლამაზები არიან. მერი საუკეთესოა, თან ადამიანია. გამარჯობა ბიჭებო. ბიჭებო, რატომ არ გითხარით რომ ასეთი მაგარი მაღაზიები გქონდათ აქ? ხო, ახლა მაკიაჟის მაღაზიაც გვაჩვენეთ და ეგა ზაკ პუდრა გიყიდე, იმიტომ რომ არ მომწონს ჩემზე მუქი ფერისკანი რომ გაქვს. ნასტი, არ ინერვულო, გავხდები ზომი, პირობას გაძლევ. გოგოებო, მგონი დროა წავიდეთ. აბა საყვარელო, წამოხვალ ჩემთან ერთად. ზიპ, ძალიან მინდა, მაგრამ მე ვატარებ. გოგოებო, მანქანებში სასხედით, ჯერ სახლში მივიდეთ და ტანსაცმელები იქ გვაჩვენეთ. ხო, გაჩვენებთ. ჩვენ გოგოებთან ერთად მივდივართ. გოგოებო, კარგი, გნახავთ. ჩვენს მოვდივართ, ოღონდ იცოდეთ, გასტრობანის თამაში არ გვინდა. ზიპ, გნახავ. კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვაქვს. დიანა, იმედი მაქვს შეგვეძლება რომ ვიმეგობროთ იმ ბავშვებთან ისევ. ხო, მივადავეთყვი ბავშვებო, გვინდა რომ ვიმეგობროთ და შვიდობით წავიდეთ. გოგოებო, ახლა წავალთ სახლში, გამოვიცვლით და გადავალთ იმ სახლში და გავაკეთებთ ყველაფერს. ხო, და თუ ნეგატიურად მიიღებენ, მაშინ ჩვენ დაგვემსგავსებიან. იმედი მაქვს სწორ არჩევანს გააკეთებთ. უარი რო გითხრან. ზიპ, მაშინ ჩვენ დაგვემსგავსებიან. რა გინდათ ვირთხებო? მასწავლებელო მაიკ, ეს გაიგეთ? გვინდა რომ ასეთი მკვეთრი მაკიაჟი არ გესვათ. ხო, დავიღალეთ უკვე. მასწავლებელო მაიკ, ეს რამე ახალი წესია? იმიტომ რომ ჩვენ არაფერი გაგვიგია. გოგოებო, მომისმინეთ, იანა და ლეილა თქვენზე ნერვიულობენ. ისინი ლამაზები არიან და მაკიაჟი არ ჯირდებათ. ხო, ყველაზე ლამაზები ვართ. ვირთხები ხართ, თავი დაგვანებეთ. ხო, და ჩვენ მაკიაჟს ვისვამთ და წავისვამთ. ხო, მაგასაც ვნახავთ. ერთ დღეს ნაგავში იპოვით. გოგოებო, ჯობია რომ მათ მოусმინოთ. გონი უბრალოდ შურთ, რომ ჩვენ კარგად გამოვიყურებით. ხო, შურთ, რადგან ჩვენ ვიცით მაკიაჟის გაკეთება. არც ერთმა არ იცის ლაინერი როგორ უნდა წაისვან. კარგი გოგოებო, ეგენი დაივიწყეთ, ისედაც უკეთ გამოიყურებით. აბა უარი გითხრან. ბავშვებო, წვეულება გვექნება და მე დიჯეი ვიქნებით, მას კი შევიცვალე. პიცა ეს შენ არ ხარ, ის გოგო არ ხარ, რომელიც მიაურჩიე. აი, შეეგუე. პიცა ძალიან მაგარი ხარ, მეც მინდა ეგეთი ვარცხნილობა. არა, გარინა, იცოდეთ, მას თუ ასე გაიგეთებ, ყველაფერი მორჩება. მოკლედ ის, ან ახლა იმ ფულს დაგვიბრუნებ, რომელიც გასესხეთ, ან ბურგერებს გავიგეთებ, თვეები ლოდის არ ვაპირებთ. გამარჯობა, მეგობრებო, ასე რატომ ჩქარობთ? ახლა არც ხორცი გვაქვს და არც ფული, ტიპებს არავინ არ დოვებს. აი, შენ ჩვენ დებილები გონი ვართ. ვიცით რომ მანქანის ყიდვას აპირებ და ფულს აგროვებ. მიდი დროზე ფული მოგვეცი. მომისმინეთ ფეხბურთელებო, მანქანას ვიყიდით და დანარჩენს ყველაფერს მოგცემთ. ხო, და ჩვენ აქ ვდგავართ, მაშინ გაარჩიეთ საქმეები, როცა მე და ტომასი აქ არ ვიქნებით. ხო, სადმე სხვაგან მოაგვარეთ. არ მისმის ეს ასე რატო გველაპარაკებ? თომას, აბა თავიდან გაიმეორე რა თქვი. ой, ახლა გაჩუმდა. კოსტა მოიცადე. მომისმინე. საერთოდ წარმოდგენა გააქვინვარ. არ მომდარდებს ვიხარ. საჯარო ადგილას თავაზიანად უნდა მოიქცე. მეგობრებო, მოდით აქ ჩხუბს უნდა იწყებთ. ნახე, კარინას შეყვარებული ბიჭებს ეჩხუბება. პროუს ამ მივიდეთ. ვიღაცის ჩხუბში ჩარევას არ ვაპირებ. გაჩერდით ბიჭებო, მოდით ხვალინდელ პიკნიკზე ვისაუბროთ. ბროვასტი, შენ სენდვიჩები წამოიღე, პატრიკ, შენ ორცხობილები და მე წამოვიღებ ლიმონადს და საბანს. გამარჯობა ზალინა, ემზადები? გამარჯობა. მოიცადე, საშოპინგოთ იყავით და მე არ მითხარით? ბიჭებო, გადით, უნდა გამოვიცვალოთ. ბიჭებო, და თქვენს გირჩენიათ გაემზადოთ. გოგოებო, იცით რა, ამ მეგობრობაში არ მჯერა. მერი გაჩუმდი, ვინ არ წასულა პირველი და ბოლოს დაუმთავრებია. კარგი, წამო, გავემზადოთ. ჩემი ყველა კარგი დასაცმელი ჩემს სახლშია. ეს ხალხი კარგად გამოწყობას არ იმსახურებს. ისე რადგან ახლა ადამიანი ვარ, შეიძლება იფიქრონ რომ მათიანი ვარ. გოგოებო, ამაზე მთელი წელი ვოცნებობდი, ვინ წარმოიდგენდა რომ ზომბების მაღაზიაში ვიყიდდი. ხო, და ამ კაბას შეხედეთ, აი, თორჯინას დავემსგავსები. გოგოებო, მეც შოკში ვარ, ნახეთ რა მაგარი ზედა ვიყიდე, ამას უყურეთ. და მე, გოგოებო, აი, ძალიან მიხარია რომ პატარა ზომებიც გქონდათ, ეს უბრალოდ ჩემი ზომაა. ხო, გოგოებო, ახლა აქ ფრჩხილების სალონი გჭირდება და მაკიაჟის მაღაზია. ხო, და იდეალური იქნება ჩვენი ცხოვრება.
კარგი გოგოებო, გავემზადოთ და წავიდეთ ამ სამეგობროდ ამ სახლში, მაგრამ ცუდი იდეაა. არა მეგობრებო, გონი კარგი იქნება თუ ჩვენი მეგობარი გახდება. დავფიქრდით, შეგვიძლია ფეხბურთის ჯგუფი შევქმნათ. ხო, ან კალათბურთის. მეგობრებო, ლუზერები ხართ, პირიქით მათულად რო თავიანთ ჯგუფში აგიყვანო. მომისმინე ზუგ, შეიძლება შენ არ აგიყვანო, მაგრამ ჩვენ აგვიყვანე, იმიტომ რომ მაგარი ტიპები ვართ. ბიჭებო, რაზე ჩურჩულებთ? ზალინა, ბიჭების ოთახია, არ უნდა შემოხვიდე. ბიჭებო, მე თქვენი დავარ, ყველაფერი უნდა ვიცოდე. არა ბიჭებო, არ მესმის, რამეს მიმალავთ? ზალინა, შეიძლება რომ შენი ძმები სინახავდნენ საიდუმლოებს. ოხ, ზოგჯერ გამაღიზიანებელი, კარგი სიპარდა გაუწეს, რომ ჩვენი და არის. აბა მეგობრებო, რა შვებით, მზად ხართ? მე მზად ვარ, ხო, მეც მზად ვარ. აბა გოგოებო, ამ კაბაზე რას ფიქრობთ? ვაუ, ლამაზი ამოღებული ზურგი აქვს. ხო გოგოებო, ღია ზურგი მეც ძალიან მომწონს, თქვენ ძალიან საყვარლად გამოიყურებით. სად მიდიხართ? მითხარით. ზალინა მოვიდა, მომისმინე ზალინა, ჩვენი საიდუმლოები ჩვენს გვაქვს და იქ არ წაგიყვან, სადაც მივდივართ. ხო, შენ არ მიგიღებენ. ხო, ზალინა, წესიერად გვესაუბრე. კარგი, მოვიფიქრებ, აქედან როგორ გაგაგდოთ. ვაუ, გოგოებო, ძალიან მაგრები ხართ. მოგწონთ. ვაუ, ბიჭებო, რა კარგი სუნი გაქვთ. აბა, წავედით? წავედით, იმედია წარმატებული იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს ძმებს დავავიწყდი მას შემდეგ, რაც ამ გოგოებთან საუბარი დაიწყეს. მანქანით წავიდეთ? არა, ფეხით წავიდეთ, მანქანა რომ წავიყვანოთ, ზედმეტი იქნება. ტომას, 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 ტომას. გაჩერდით. მეგობრებო, აქ რა ხდება? ყველაფერი კარგადაა, მასწავლებელო მაიკ, გავუმკლავდით. ვინც თომასის სახელს ყუროდით, ყველა ჩემი მტერი ხართ. დიმა, მე შენ მხარეს ვიყავი. ისა უფრო ფრთხილი უნდა იყო. ტომას, შენი თუ ამაყობ, ძალიან მაგარი ხარ. მასწავლებელო მაიკ, მგონი აქ რაღაც კონფლიქტია თინეიჯერებში. დიმა და ტომას შორის, მოდი გავაგდოთ. მგონი მარტო დიმა და ტომასი კი არა, კარინაც უნდა გავაგდოთ. ხო, იმედები გამიცრუეს ფეხბურთელებმა. არა და მათთან ერთად გვინდოდა. რა სუსტები არიან. ტომასმა დიმას კინაღამ მოუგო. მოიცადეთ, ამას ხედავთ? გონი აქ ჩხუბობენ, იქნებ საუკეთესო დრო არ არის და ახლა არ მოვიდეთ. რა სიტყვით, სხვა დროს დავბრუნდეთ. აუ, აბა ტყუილა ჩავიცვით? აბა უარი გვითხრან. ხო, და მე რა, ზომბებად გადააქცევთ და მე ერთადერთი ადამიანი ვიქნები ამ აქ. კარგი, მოდი ვცადოთ. გაჩერდით. ეს შებოლილი კრევეტები აქ რას აკეთებენ? წადით, აქ არავის არ უნდა თქვენი ყოფნა. აქ რას აკეთებთ? მეგობრებო, მოდი ჩხუბი არ გვინდა, ყველანი თქვენ სახლებში დავბრუნდით. ვაუ, ჩირლიდერი ზომბები უცნაურები არიან. არა, უნდა ვცოდნოთ და რო ეს არ გავუხარდებოდოთ. ზიპ, მისმინეთ ამ შვიდობით მოვედით, ვიცი რომ განსხვავებულები ვართ, მაგრამ გვინდა რომ გემეგობროთ. ხო, გვინდა რომ საღამოობით თქვენთან ერთად დავსხდეთ, სიმღერები ვიმღეროთ, თამაშები ვითამაშოთ. ხო, ყველაფერს ვეთახმები რას თქვა. და მე მათ არ ვცხოვრ, თქვენნაირი ვარ. ჩვენი მანქანის დაბრუნება ისევ არ გინდათ, ხო? მეგობრებო, მათ ჩვენი მანქანა მოიპარეს. ყველაფერი თქვენით ნახეთ, მათ არ უნდა ვემეგობროთ. თქვენ თუ კარგად მოიქცევით, მანქანას უკან დაგიფუნებთ. თქვენი მანქანა არც გჭირდება, უფრო მაგარ მანქანას ვიყიდით, რომ დაგჭირდეს. არ გინდათ ეს ტრაბახი. ამათი არ მისმის, ზომბები მშვიდობით მოვიდნენ, უნდათ რომ ამათი მეგობრები იყვნენ და ასე იქცევიან. ვიყვიროთ რომ თანახმავართ. კარგი, ჩვენ მშვიდობა და მეგობრობა გვინდა. მეგობრობაზე. აი და ბიცა, მოდი ჯერ კაფიდან ჩამოდით, ასეთი რაღაცების მაქედან ყვირილი, ხალადის ტოლფასია. კარგი, გასაგებია, მეგობრობა არ გინდათ, ხო? და სად არიან კალათბურთელები და მასკოტი? გგონია რომ ისინი დაგთან ხმდებიან, ეგენიც წინააღმდეგები იქნებიან. კარგი, მაშინ წავალთ, მაგრამ აი ამ ყველაფერს ინანებთ, რომ ჩვენი მეგობრები არ გახდით. ჩვენი სიკეთით მოვედით. ხო და ეგრე წადით. საკმარისი ლუზერები ყოფ თქვენ გარეშე. გული ძალიან მწყდება, ბაჭიაჩი ლიდერები იყვნენ და მათ გამო ყოველთვის ვამაყობდი. მასწავლებელო მაიკ წარსულში იყო. უარი გვითხრეს. ნოპა, უარი როგორ გვითხრეს, ისინი ხომ ლუზერები არიან. და თქვენი კალათბურთელები სად არიან? ხო, ისე უცნაურია, რომ იქ არ იყვნენ. ჯერ მათ უნდა დაველაპარაკოთ. გოგოებო, თქვენი ყოფილები არიან, თქვენ არ გემეგობრებიან. არაფრის გამო გამოვეწყვეთ. ჩემი ყველაზე ძვირიანი სუნა მოგამოვიყენე. არა უშავს ზიპ, კაფეში წავიდეთ და გამოვა რომ ტყუილა არ გამოვეწყვეთ. ვინ არის ჩემთან ერთად? მე. ყველა. კარგია. ზიპ, ჯენტლმენი იქნები? მეგობრებო, ხო გეუბნებით, დავინახე ბაჭიაჩი ლიდერები. ზომებთან ერთად იყვნენ და ხელში ჩანთები ეჭირათ. აბა საშობინგოთ მიდიოდნენ. ჩვენ კიდე მთელი დღე სახლში ვზივართ და გარეთ არასდროს არ გავდივართ.
და პრობლემა რა არის? ხო შეგშურდა, შეგიძლია წახვიდე და ზომბი იყო. ვერ ხვდები ჩვენ ამას რატო გვეუბნები? ხასიათი რო გაგვიფუშდეს? მეგობრებო, მოდი ამის გამო ჩხუბი არ გინდათ. ხო, საშობინგოდ წავიდნენ. ეს მეც მითხრეს, რა პრობლემაა, შეგვიძლია ჩვენც წავიდეთ. მასკოთ ეგრევე რატო არ გითხარი? რავი, დიდი ხნის წინ იყო და ყურადღება არ მიმიქცევია, საინტერესო არ მეგონა. მოდი შემდეგში მიაქცია ყურადღება, საერთოდ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ რაც ხდება. კარგი მეგობრებო, დღეიდან ყველაფერს გეტყვით, მაგრამ იცოდეთ, გოგოებმა თუ გაიგეს, მომკლავენ. არა, ვერ გაიგებენ, მაგრამ თუ კიდევ რამეს დაგვიმალო, მე ვეთყვი. როგორ ხართ კალათბურთელებო? ისეთი პერფორმანსი გამოტოვეთ. თქვენი ყოფილები იყვნენ მოსულები. მეგობრობას გთავაზობდნენ. ისეთი კარგი უარი ვუთხარით გემრიელად. რა? ხო, მოვიდნენ, მაგრამ უკან გავუბრუნდით. შემწვარი კრევეტები. მასწავლებელო მაიკ, ბაყაყების ფრაზებს იყენებთ? კალათბურთელებო, ეს გოგოები გაუშნოდნენ. მოიცა, ახლა სად არიან? ახლოს არიან. ბიჭებო, დაძრანით, უკვე წასულები არიან. მანქანებში ჩახდნენ და წავიდნენ. ხო, რაც შეიძლება შორს. ჭანდაბო, დავოგვიანეთ. ხო, საწყენია რა. გოგოებო, ვერ ხვდები რითი ამაყობთ, შეგეძლოთ მათი მეგობრები გამختارიყავით. ზომი ჩილიდერები, ჩვენთვის ჩილიდერები აღარ არიან. არა, ისინი ჩვენი მტრები არიან. ეს დაინახეთ? მეგობრობას გთავაზობდნენ. რაში გვჭირდება მათი მეგობრობა? ხო, ჩვენ აქ ვარსკვლავები ვართ, ყველაზე მაგარი ჩილიდერები. და აქ მათი ყოფნა არავის უნდა. მიხარია რომ კალათბურთელები არ იყვნენ, თორე აპატიებდნენ. ხო და მასკოტი, იმიტომ რომ დაიწყებდა. მოდი თუ აპატიოთ გოგოებს. გოგოებო, მოდით ბანისნაირად ჩავიცვათ ხვალ. ხო და კალათბურთელები ჩვენთან იქნებიან. და თუ ისინი ჩვენთან იქნებიან, ბანის ჩილიდერები აქ ვეღარ მოვლენ, იმიტომ რომ აღარაფერი დარჩებათ. ხო და ბანის ვარდისფერი ფორმა ჩავიცვათ? სულ გაგიჟდით? არა, ჩვენთვის ზედმეტად პატარაა. ბანისავით მოვიქცეთ, ვისაუბროთ, გავიღიმოთ. ხო და კალათბურთელები ჩვენს სილამაზეზე უარს ნამდვილად არ იყვნენ, იმიტომ რომ ჩვენ ბაყაყები ვართ. ხო, დღეს ცუდი დღე იყო, მაგრამ საშოპინგოდ მაინც ხომ ვიყავით. ხო, ესე იგი მეგობრები ვერ დაიბრუნეთ? ვნახე როგორ გითხრეს უარი. სალინა, ეს საიდან იცი? შენგან ვერაფერს ვერ უმალავთ. გოგოებო, ზალინა გვიყურებდა, მაგარია არა? ზალინა, ამის შემდეგი რა იქნება? ყველაფერი ფანჯრიდან დავინახე, როგორ გადაგეღობდნენ და ტრეილერთან არ მიგიშვეს. სხვა ვერაფერი დაინახე? მაგის შემდეგ კაფეში წავედით. ხო, ყველაზე მაგარ კაფეში და ძალიან კარგია რომ იქ არიყავი. ზალინა, იქნებ უფრო კეთილი გახდე და გვემეგობრო ერთ დღეს. ხო, გოგოებო? ხო. უფრო კეთილი ყავ. ზალინას ბრალი არ არის, უბრალოდ ბაბუა ჩვენს გავს. მოდი რამე საინტერესოზე ვილაპარაკოთ. როდის უნდა გადავაქციოთ ზომბებად? ხო, მე თქვენი მეგობრები მართლა გახდებიან. ჩვენი? შენ რა ჩვენი ნაწილი აღარ ხარ? ნასია, მე ისე ვარ გამختار ვარ ზომბი. ხო და გახდი ზომბი, თორემ გაგაგდებთ. კარგი, დაწყნარდით, მოდით მაკიაჟი მოვიშოროთ და დავიზინოთ. დღეს დიდი დღე იყო. მაკიაჟი გისვიათ? მერი, სასაცილო არ არის, თეთრი სახე გვაქვს, მაგრამ მაინც უნდა დავიბანოთ. ბიჭებო, შეგიძლიათ რომ დივანი გაამზადოთ? ჩვენ მაკიაჟს მოვიშორებთ. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. კარგი, და დაგვიწერეთ რას ფიქრობთ ჩვენს მეგობრობაზე და საერთოდ უცადოთ თუ არა კიდევ ერთხელ. კარგი, ახლა უნდა გავემზადოთ ძილისთვის, ამიტომ წავედით. კარგად.